და ამ შემთხვევაში ვიმეორებ ყველა მოქალაქეს აქვს გამოხატვის თავისუფლება ჩვენ სამშობლოში, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი, რაც კი საქართველოში არსებობს, მართლმადიდებლები დაწყებული დამთავრებული მუსულმანებით, როგორც მორწმუნეები, ასევე ათეისტები, არამორწმუნეები ძირითადში არ იზიარებენ და არ მიესალმებიან ამ ტიპის აქციების ჩატარებას, მათ შეეძლოთ რამდენად დახურულ შენობაში მოეწყოთ ეს აქცია და იქ გამოიხატა თავისი აზრი გამოსვლების, დროშების ფრიალის თუ პლაკატის ხელში ჭერის სახით. მათ აირჩიეს ისეთი პროვოკაციული ფორმა, როცა რაც ბუნებრივია გამოიწვევდა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას, რომ ქართველობა ისტორიულად, ტრადიციულად ჩამოყალიბდა როგორც ეთნოსი, რომლის იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მისი რელიგიურობა, მართლმადიდებლური რელიგიურობა. და ქვეცნობიერად მოქალაქეებმა ჩემის აზრით ეს გაიგეს როგორც საფუძვლის ქართველობის დაკარგვის, ქართველობის შებღალვის ნიშნად. ანუ ეს აქცია